მოგესალმებით ბათუმელების ლაივში. თქვენ ახლა კადრში ხედავთ ავტობანს, რომელიც გადის ხელვაჩაურში, სოფელ მახულაურის ტერიტორიაზე და კადრში ასევე ხედავთ არჩილ აბაშიძეს, რომელიც ამბობს, რომ მახულაურში მას შემდეგ, რაც ეს ავტობანი მოიწყო, პერიოდულად იტბორება ბოსტნები და ბაღები, რომელიც აქ მოქალაქეებს აქვთ ეს მათი შემოსავლის ძირითადი იწყაროა. თქვენ ახლა მე შემიძლია გაჩვენოთ კადრში თუ რა მდგომარეობაა, აქ გავლა პრაქტიკულად ძალიან ჭირს. მათ შორის წვიმს და წვიმის დროს როგორც მოქალაქეები განმარტავენ ავტობანის მშენებლობის დროს არ იყო გათვალისწინებული მოქალაქეების საჭიროებები, ანუ სანიაღური არხები, რომელიც დაიხურა ავტობანის მშენებლობის შემდეგ, ანუ უჭირს უკვე წყალს გასვლა და ამის შემდეგ უკვე ეს ბაღები და ბოსტნები უკვე სისტემატურად იტბორება მახვილაურში. მოგესალმებით ბატონო არჩილ ბათუმელების ლაივში, რო გითხრათ, რამდენი ხანია რაც ეს პრობლემა დგას, როცა ბოსტნები იტბორება? უკვე მეორე წელია რომ ეს პრობლემები გვაქვს. ადრე ყველაფერი ნორმალურად იყო. როგორ დინდება და როგორ ადასტურებთ იმას, რომ რეალურად ავტობანის მშენებლობის შემდეგ შეიქმნა ეს პრობლემები? გაუქმდა ეს სანიაღვრე არხები, რომ იყო გასასვლელი წყლის, ისინი ყველაფერი გაუქმდა და წყალმა გასასვლელი ვეღარ ნახა, თავისთავად დაიტბორა ყველაფერი იქნებოდა. ანუ ავტობანის მშენებლობის დროს არ მოხდა გათვალისწინება იმის, რომ რეალურად აქ ბოსტანი იყო, ანუ სანიაღვრე არ. რა უნდა გაკეთებულიყო, რომ ეს მდგომარეობა არ იყოს ეხლა თქვენს ბოსტანში? ამდენ ხელ ვუთხარით და რომ როგორც ხიდის მშენებლობა იგი დასრულდება, მერე გაწმენდონ და მარობანტი ჩვენ შენ. არსებობა არ გვინდა, არაფერი არ მოდის თქოლაში, რომ ამის სარიელზე არაფერი არ არის. აქ რა მოკავთ თქვენ? რა არის თქვენს ბოსტნებში აქ ავტობანთან ახლოს? აქ ძირითადად მოდის და ყველაფერი მოდიოდა კარტოფილი, ლობიო, კიტრი, პამიდორი, ყველანაირი მოდის. დაიჯი მაგ ავტობანის მშენებლობამდე აქ ბაზარზეც ვიყავით გამოგიდებული, აქ მოდიოდა ყველაფერი. ანუ ბაზარში გაქონდათ აქ მოწეული პროდუქტი? ახლა ჩვენ რომ ყოფნის იმტენი არ მოდის. ანუ შემცირდა მოსავალი ბევრად უფრო ნაკლებია ვიდრე მანამდე იყო, ხო? ანუ თქვენი შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო იყო ეს ბოსტანი, რომელიც აქ თქვენ გაქვთ და მოყავდა სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ხო? სოციალური ჩვენ არ ვართ და სადმე არ მუშაობს არაფერი, თუ იქეთაკენ რამე გამოჩნდა ისე კერძოთა მუშაობს, მოხელეგათი კი ვარ. ხო არანაირი შემოსავალი არ. არანაირი შემოსავალი არ გაქვთ. და ეს ანუ იტბორება ყველა ბოსტანი ამ ავტობანის მიმდებარედ, რაც არის ყველა ბოსტანი ამ მდგომარეობაშია? ძირითადად აგერ ეს სამი იგია და ეს თავისთავად ეს სოფელში ცხოვრობს, ამას ყურადღებას არ აქვს, მაგრამ იგი საწმორილია აგერ მეზობლის აღება. ხო? აგერ საწმორილია. აგერ გვერდია აგია და ნახია ბაგერა, ვიქცენია იგი, მოსავალი, მაგრამ არაფერი არ იცან. ეს არის თქვენი ბიძაშვილის, გიორგი აბაშიძის მიწის ნაკვეთი, თქვენი ძმისშვილის. მოდი გაჩვენოთ თქვენი ბოსტანიც, რომ ნახოთ რა მდგომარეობაა თქვენთან და თან მოგვიხევით ამ დატბორების პრობლემის შესახებ. მე გაჩვენებთ ამ შემთხვევაში გიორგი აბაშიძის ბოსტანს, ბაღს, რომელიც დატბორილია და გავლა არის პრინციპში შეუძლებელი, რადგანაც საკმაოდ დიდი პრაქტიკულად წყალი დგას ყველგან და როგორც ადგილობრივები ყვებიან, აქ ეს წყალი ადრე არ იდგა და იტბორება ბაღები მას შემდეგ, რაც ავტობანი მოეწყო. ავტობანის მშენებლობის გამო არაერთი მოქალაქე გამოთქვა მწუხლს და პროტესტს, ვნახეთ არაერთი საპროტესტო აქცია, მათ შორის ორთაბათუმის ტერიტორიაზე, სადაც მოქალაქეებმა კარავიც გაშალეს და შეაჩერეს ავტობანის მშენებლობა. მათ თქვეს, რომ ყველა სახლი, რომელიც იქვე დგას ავტობანთან ახლოს, დაიბზარა, არის დაბზარული კედლები და მათ ზიანს არავინ უნაზღაურებს. და სამწუხაროდ გზების დეპარტამენტში ჩვენ ვერ მივიღეთ კონკრეტული პასუხი, თუ რატომ არ შემოწდა ამ სახლების მდგომარეობა მანამდე, ვიდრე დაიწყებოდა ავტობანის მშენებლობა და საკმაოდ ახლოს არის ავტობანთან ის სახლები, რაც შევნახეთ ორთაბათუმში. აქაც საკმაოდ ახლოსაა სახლი, თუ ხედავთ, აი სახლი, რომელიც არის გიორგი აბაშიძის და ავტობანი, რომელიც აქვე გადის. რამდენად აღწევს აქ ხმაური და იგი ავტობანის მშენებლობის დროს ეს მტვერი, ასევე ჰაერის დაბინძურება და ხმაურობა, რამდენად შეგაწუხათ მას შემდეგ, რაც ავტობანი აშენდა? ავტობანი რაც აშენდა, აღარც მოსავალი მოდის, თავისთავად ხმაურიც არის და პლუს ამას აგერ ანე ვერდია ის სახლი გავაკეთებო საფულიანი, მიდი თუ უნდა ნახე რამდენი ნაბზარია ქონდა. ეს თქვენი სახლია. მოდი ნახოთ თქვენი სახლი და თქვენი ბოსტანი კონკრეტულად. ასე შეგვიძლია ხო რა ვიდეთ?
პრესის ბალინკებით, რეზილის შექმნებით შეიძლება ითქვას გადავადგილდებით, სხვაგვარად აქ შეუძლებელია. რამდენი მოქალაქე გასახლდა მას შემდეგ, რაც ეს ავტობანი აშენდა მახვილაურიდან? ახლა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ 10-15 მოსახლე გასახლდა. ახლოს ვინც იყო? ვინც პირდაპირ ძალიან ახლოს იყო ავტობანთან, ხო? თქვენ გქონდათ გასახლების სურვილი, არ რომ გასახლებულიყავით? სურვილი არ გქონდა. არ გინდათ გასახლება. მათ შემოგთავაზეს გასახლება? არც ყოფილა. და სხვა რაიმე ზიანის ანაზღაურებაზე კომპენსაციაზე იყო საუბარი, თქვათ იმის გამო, რომ ხმაური იქნება ამ ავტობანის გამო, ან მტვერი, დაბინძურება, ჰაერის შეიცვლება. არავინ არ მოსულა საერთოდ. ამაზე არავის არ უსაუბრია თქვენთან, ხო? რაც შეეხება ამ კედლებს, როგორც თქვენ ამბობთ, დაიბზარა სახლის კედლები, ახალაშენებული სახლის. ამაზე მიმართეთ თუ არა გზების დეპარტამენტს და რა პასუხი მიიღეთ? ერთ-ორ ხელ მიუმართეთ, მაგრამ არავინ ყურადღება არ მოგვაქცია. იყვნენ კიდე მოსული, მაგრამ საერთოდ მოვლენოში გადმოწმებონო, აქ მაგი მეორე მხარის მაგისტრალი გადის, აქ ყველა აღებაში მოხდებით და გაჩერებული ვართ. ეს ვინ გითხრათ? რა ვიცი, საუბრობენ ყველა. ხო რა. კარგი, თქვენი ბოსტანიც რო ნახოთ. აი. დაბორილი სახლის მისასვლელი. და ეს არის თქვენი ბოსტანი? ვერდის სახლის შემია, იგი კიდე გაჩვენენ ხლად. დაბორილია იგი. ხო. ანუ მაინც დათესეთ იგივე სიმინდისყანა, როგორც მოხდები და თხილის ბაღი გაქვთ, ხო? რა ვიცი, სადაც ჩვენ კიდე ანუ როგორ აისახა ეს მოსავალზე, ანუ უფრო ნაკლები მოსავალი მოდის თუ ეს დატბორვა რა ზიანს გაყენებს თქვენ კონკრეტულად? ეს სანიალური არხები რო არა გაწმენდილად ხალი არ გადის, მოსავალმა იკლო არაფერი არ მოდის, მაგრამ მაინც როგორც შექოვლი რო ვართ, მაინც ვაკეთებთ რა. აი ხა მოქალაქე გვიწერს, რომ ფული აიღესო ამ მოქალაქეებაო, იმის გამო რომ ავტობანი გაიყვანესო და ზიანი აუნაზღაურებდა. აიღეთ თქვენ რაიმე სახის ფული ან კომპანიისგან, ან გზების დეპარტამენტისგან იმის გამო რომ ავტობანი გაიყვანეს? არა, ჩვენ არაფერი არ განხადებადი ვიწერია, არავინ მოსულა ხაი. არაფერი არ ვიცი. ეს ბზარები სად არის ამ სახლზე, როგორ შეგიძლიათ გვეცნოს? მაგერა იმაზე იყო აქვე და მივიდა ეს აქედან მივაყარე ახლა სახეთილია ისეთ. და მოულესები ვრადგინა. ანუ ესე გარედან ეხა არ ატყვია. ინდონეზია. ძველ სახლს ატყვია რაიმე არის. ძველი სახლი გაიწია და იგი რო აქ ვინდა გაჩვენები ის სახლია იქით. ხო. უკვე ბაგარგა დეფორმაცია. იქიდან ვინდა ახლოს მივიდა. ხო, მივიდეთ აბა ახლა თქვენი სახლით რომ ნახოთ. ანუ თქვენ ამბობთ რომ სახლს შეექმნა ძველ სახლს პრობლემები მას შემდეგ რაც ავტობანის მშენებლობა დაიწყო. ხო, ამ წყალმაიგი იქნა და როგორც ეს სანიაღური არხები რო გაუქმდა, იმის მერე ასე დეფორმაცია მიიღო ყველაფერი იმის. თან წავიდეთ, თან ვისაუბროთ, იმიტომ რომ თან წინსა თქვენ ცდილობდებით. და ამ პრობლემებზე, იგივე სახლის დაზიანებაზე ან დატბორვაზე, იგივე მიწა ახლა მართლაც დაჭაობებულია თქვენთან რაც ჩანს მიმართალი ეწვიმს, მაგრამ შეიმჩნევა უფრო მკვეთრი დაჭაობება. მიმართეთ თუ არა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ან მთავრობას ან სხვა რომელიმე უწყებას და რა პასუხები მიიღეთ? ადრე მიუმართეთ თქვენ რომ ეს მაგისტრალი როგორც დასრულდება, ამ სანიაღური არხებო იმას გააკეთებენო და არავინ რა ვიცი, მაგრამ როდის დასრულდება ამას. ანუ სანიაღური არხებზე რომ გამიმართოთ კონკრეტულად რა მოხდა, რატომ დაიწყო დატბორვა თქვენს ბოსტნებსა და ბაღებში? ანუ სანიაღური არხები არსებობდა ადრე გზებთან? მაგერ არსებობდა ორი არხი იყო, მაგერ გვერდზე პირდაპირ ტრასის ქვეშენა გადაიღო. აქ ის ნაკვეთში ეს მიწები და იგინი რომ დაყარეს, მაი არხები გაუქმდა. მაგ ანუ რას ნიშნავს ეს არხები გაუქმდა? გაუქმდა და ეს ძიმე ტექნიკა რომ მოძრაობდა, იქნა ფეიფლაი, იქნა რა ქვია და განადგურდა ყველაფერი. ხალი აღარ მოძრაობს, აღარ მუშაობს, მაგ არხში წყალი მუშაობდა, გადიოდა შეულებია. ანუ სანიაღური არხები პრაქტიკულად აქ აღარ არის, თქვენ ამას ამბობთ, ხო? ეს წყალია, ეს წყალი, ეს არხი გაწმენდილი იყო, მიდიოდა, გადადიოდა, იქზე იყო. ტრუბა იყო, გადიოდა პირდაპირ იქე. ეს უკვე აღარ შემოტრიალდა, ეს წყალი თვათ მოდის, აგერ ნაკვეთებში მოდის აი წყალი. ხო. ანუ სანიაღური არხი გაუქმდა რეალურად ავტობანის მშენებლობის პროცესში. და ეს ხო გაუქმებულია უკვე დიდი ხანია, მას შემდეგ რაც ეს ავტობანი მოეწყო. და ამის შემდეგ არავინ მოსულა იგივე გზების დეპარტამენტიდან ან ადგილობრივ მუნიციპალიტეტიდან. არ მოსულა ყურადღება, ვინმე არ მომწია ამას რა. ხელი გვაკეთებს ყველაფერი გეტყიდე ცალკე არხი გავდარა. აგერა იმასობა გადმოვარდნილი აგერა შევიდე ეს სახლის ქვეშ ახლა იქნება ფლასტიკის დატბორი. ხო.
აი ნახოთ ვიცით თქვენი სახლიც, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი წვიმაა და ეს არის თქვენი ერთი ახალი სახლი და ერთი ძველი სახლი, ხო? ასეთი მაგარები ქონდა თუ გაჩენილი ვერაბიზე და მეხელი გამოიყვანია და აღიდგა. და აკეთებს ქონდა რაც ამ მიცინავდა. კარგი და თავად სახლს რა პრობლემა აქვს? და იქიდან გამოსული ეს იგინი რა ქვია ეს განიაღული ასეთი რომ ხალი რომ არ ეკონა კალაკოსი ფლას მიდის და ეს ხარი ფლასა აგერა. სახლის ქვეშ არის ფლას და ეს სირისკი და იგი და ფლას ანუ იტბორება სახლის საძირკველი თქვენ ამასთან, ხო? ეს არის ფლას იტბორება მაგისი. იგი ზოგადად ის პრობლემები გქონდა, ნაცილი არანაირი პრობლემა არ აქვს. ხო. ერთი ნაკვეთი დაანახო, კარტოფილი ბიჭები მიყარა, ეს კარტოფილი როგორ ხაბატონო? როგორ რომ მითხარ? კარტოფილი დაანახო, რამე არა აქვს. ან დაზიანდა კარტოფილის ბაღები დაიძბორა? კი. ეს რამდენი ხანია რაც იტბორება? არ ვიცი 2 წელი არის, მაგრამ ახლა არ იქნა და კარტოფილი ვაფედა და ისეთი. და ანუ რომ იტბორებოდა ამის შემდეგ მაინც დათესეთ კარტოფილი და მოსავალი. არაფერი არ მოდის, მიდი შეიყვანე ნახე ახლა. აგერა ეს ფიქრება ამასაც შეხედა ანალოგიურად როგორც ის არის აპლიკაცია. გამისავალ მაინც გავს მაინც არ ვიშვებით ნაცვლით მაგრამ აზრი არ აქვს იტბორება მაინც ამას მაინც შრომობ. მაინც რომ იგი და არაფერი არ მოდის, აბსოლუტურად ყველაფერი მწება. რამდენ მოქალაქეს აწუხებს ეს პრობლემა? რამდენი ოჯახია, ვისაც აწუხებს ანალოგიური პრობლემა? ანალოგიურად აგერა თავისუფლად აგერსაც აწუხებენ რა ძირითადად ერთი 10 მოსახლე ვართ რომ აი პრობლემა გვაქვს. ხო. ან ამ პრობლემაზე თქვენ არ გისაუბრიათ ხელოჩაურის მერიასთან. ეს ხო ხელოჩაურის ტერიტორიაა ისე, ხო? ხო. ან თქვათ რომელიმე სხვა უწყებასთან თქვენ არ ქონიათ, ხო, კომუნიკაცია? ასე გამოიყურება ეს ბაღები, ჩვენ ახლა ვიმყოფებით არჩილ აბაშიძის საცხოვრებელ სახლში და ვნახეთ მისი ბოსტანი, რომელიც ასევე დატბორილია. მოქალაქეები აკვებიან, რომ მას შემდეგ შეიცვალა მათი საცხოვრებელი გარემო და გაუარეს და რაც ავტობანი გაიყვანეს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში სანიაღური არხები დაიხურა პრაქტიკულად ამ ავტობანის მშენებლობის შედეგად და რეალურად სერახანს სანიაღური არხი აღარ მუშაობს პრაქტიკულად, ამიტომაც ეს ნიაღვარი წვიმა მოდის რეალურად მათ საკარმიდამოში, მათ ბოსტნებსა და ბაღებში და რეალურად ისინი მოსავლის გარეშე დარჩნენ, ან მხოლოდ ცუდი მოსავალი აქვთ. არ ვეშევით რომ მაინც ვგავთ, ეხლა ჩვენ გვითხა ბატონმა, მაგრამ რეალურად მოსავალი აღარ გვაქვსო. ესეთ მდგომარეობა აქ ავტობანის სიახლოვეს. დიდი მადლობა ბატონო არჩილ, რომ გაგვესაუბრეთ, მადლობა და დროებით. ის ცხოვრობს ავტობანის მეზობლად, ავტობანი გადის აქაც, ეს სოფელი მახულაურია, ხელოჩაური და არაერთი მოქალაქე გამოთქვამს მსგავს წუხილს და პროტესტს. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიყავით ორთაბათუმის ტერიტორიაზე, სადაც მოქალაქემა შეაჩერეს ავტობანის მშენებლობა და კარვები გაშალეს. მათ გვაჩვენეს სახლის კედლები, რომლებიც დაბზარულია. და ასევე ვნახეთ კონკრეტული დასკვნები გეოლოგების, რომელიც ადასტურებდა იმას, რომ შესაძლოა ავტობანის მშენებლობას გამოიწვია ბზარები ამ სახლის კედლებზე, მაგრამ გზების დეპარტამენტი ამბობდა, რომ ეს არ არის საბოლოოდ დადგენილი ჭეშმარიტება და საჭიროა კიდევ სხვა პროცედურები, რომ ეს დადგინდეს. თუმცა რაც თავარია, ვიდრე დაიწყებოდა ავტობანის მშენებლობა, მანამდე არ შემოწმებულა მსახლების მდგრადობა, თან იქ საკმაოდ ახლოს არის ეს სახლები ავტობანთან, პირდაპირ პრაქტიკულად აივნებზე გადის ავტობანის საცხოვრებელი სახლების. ავტობანი ახლოს არის აქაც მახულაურში მცხოვრებ ადამიანებთან, აქ 10-მდე ოჯახია, როგორც ჩვენ ბატონმა გვითხრა, ვისაც აწუხებს ეს პრობლემა, მათ შორის ხმაური, ჰაერის დაბინძურება, მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა მახულაურში რაც დაგვისახელეს არის ბოსტნების და ბაღების დატბორვა, მათი განმარტებით, მას შემდეგ რაც ავტობანი
აშენდა, დაიხურა სანიაღური არხები, ანუ არ მოხდა მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება და ეს ტექნიკური დეტალი, რომ სანიაღური არხები არ დახურულიყო, ვერ გაითვალისწინეს და ამიტომაც ეს ნიაღვარი მიდის დღეს ამ ადამიანების ბოსტნებში და ისინი შემოსავლის გარეშე რჩებიან. თავად თქვენი ძალებით, ანუ ამ სანიაღური არხის აღდგენა რთულია, ანუ მოქალაქეებო გაწმინდონ ისევ სანიაღური არხები. ძალებით იმართობით, მაგრამ თქვენი ძალებით ხელით ვერაფერს ვერ გააკეთებ. ბეტონს როგორ იმასიდან ბეტონის ქვევით იყო და ასფალტის ქვეშ ისე გადიოდა არხები და დაუქმებოდა. ანუ საჭიროა მძიმე ტექნიკა, რომელიც ამას გააკეთება. გაკეთება იმას თქვენ თავისთავად ვაკეთებთ, მაგრამ შეუძლებელია ხელით გაკეთება. ხო, მესმის. ესეთია ამბატონის მოსაზრება და კონკრეტული წუხილი, რომელიც ჩვენ ახლა მოვისმინეთ. მოქალაქე გვიწერს კომენტარის სახით, რომ ავტობანის გაყვანისას საკმარისი ფულები აიღეს და კეთილინებოდან დატოვონ ადგილები. ჩვენ როგორც მოვისმინეთ მოქალაქისგან, აუცილებლად ავასუსტებთ ამ ინფორმაციას გზების დეპარტამენტში, მაგრამ მათ არ აუღიათ კონკრეტული ფული და არავითარი კომპენსაცია არ მოწევიათ, ისევ როგორც აქ და ასევე სხვა კონკრეტულ ადგილებში. მან გითხრა, რომ 7 ოჯახი თორემ დატოვა ადგილი და გაასახლეს ამ ტერიტორიიდან, ვინც პირდაპირ სიახლოვეს იყო ამ ავტობანთან. ანუ კონკრეტული მოქალაქეები გასახლდა და ის ბატონები ვინც განაგრძობს ცხოვრებას და ამბობენ ჩვენ არც გვაქვს გასახლების სურვილი, მაგრამ მათ არ აუღიათ არავითარი კომპენსაცია, მაგრამ ისინი ბუნებრივია აპროტესტებენ იმას, რომ მათი საცხოვრებელი პირობები მკვეთრად გაუარესდა და ითხოვენ ყურადღებას სწორედ ამ კუთხით. ეს სურათი დაგვხვდა ჩვენ აქ სოფელ მახვილაურში, სადაც მოქალაქეები ავტობანის მეზობლად ცხოვრობენ და მათი საცხოვრებელი პირობები ბოლო 2 წლის განმავლობაში მკვეთრად გაუარესდა, გარდა იმისა, რომ მათ უკვე აწუხებთ ჰაერის დაბინძურება და ხმაური. მათ ყველაზე ისინი ასახელებენ ყველაზე დიდ პრობლემად იმას, რომ ნიაღვარი უკვე მიდის მათ ბოსტნებსა და ბაღებში და ავტობანის შემოვლობის დროს არ გაითვალისწინეს ეს ტექნიკური დეტალი და რეალურად სანიაღური არხები ჩაიკეტა, რომლის გასუფთავებასაც ადამიანები საკუთარი ხელით ან ფიზიკურად ვერ ახერხებენ, სჭირდება მას მძიმე ტექნიკის გამოყენება და მათ ყურადღებას ამ დრომდე არავინ აქცევს. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, ეს ბათუმელების ლაივი იყო, მე ჟურნალისტი ჯაბანენიძე ვარ, მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.